2016 წლის 23 მაისი, ნიუ-იორკი. ჯონ კენედის საერთაშორისო აეროპორტი. ეს მამაშვილის პირველი შეხვედრაა 12 წლის შემდეგ. ახალგაზრდამ ემიგრაციაში მყოფი მშობელი პირველად ნახა. ამ კადრებზე სწორედ ეს მომენტია დაფიქსირებული. აეროპორტიდან სახლამდე ავტომობილით მივდივართ. ამ გზას ბრუკლინში მივყავართ. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ამ ქვეყანაში ადამიანები ამერიკული ოცნების ასახდენად ჩამოდიან. გამონაკლისები არც ქართველები ვართ. ბრუკლინი ადგილი, სადაც როგორც ამბობენ, ყველაზე ბევრი ქართველი ცხოვრობს. მოდი ერთად ნახოთ ქართველების ამერიკული ცხოვრება ბრუკლინში და რა ოცნებები აქვს და როდის აპირებენ ისინი საქართველოში დაბრუნებას. საქართველოდან შეერთებულ შტატებში დროებით წასული ემიგრაციის დიდმა ნაწილმა სწორედ აქ, ბრუკლინსა და ბრაიტონ ბიჩზე დაიდობინა. როგორც აქაური ქართველები ამბობენ, თავიდან ყველას უჭირს სამსახური შოვნა. მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ სწორედ აქედან იწყება ამერიკული ოცნების ახდენა. ყველაზე რთულ სიტუაციაში მაინც არალეგალი ემიგრანტები არიან. ბრუკლინსა და ბრაიტონზე ძირითადად ქართველები, რუსები და ებრაელები ცხოვრობენ. Taste of Georgia, ანუ გემოს საქართველოდან. ეს ქართული პურის ტონია შუაგულ ბრუკლინში. აქ მუშაობთ თქვენ? მე მუშაობ. შესასვლელთან ორი ქალბატონი ზის, კამერებთან საუბარს ერიდებიან. ერთ-ერთი მხოლოდ იმას გულმხელს, რომ ძიძად მუშაობს და ყველაზე მეტად საქართველოში დარჩენილი შვილი ენატრება. ელე მიყვარხარ. ხაშურელი ანაგელაშვილი უკვე 4 წელია ბრუკლინში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. აქ მუშაობა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თონე, რომელიც უკვე თითქმის 10 წელია არსებობის ისტორიას ითვლის, ქართული პერსონალით არის დაკომპლექტებული. ერთი პური $2 და 50 ცენტი ღირს. ქართულ სამზარეულოს მონატრებული ქართველები ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან აქ ხშირად მოდიან. პროდუქცია, რითაც საჭმელები მზადდება, ქართულია თუ აქაური? ქართული გვაქვს სულგუნი, გუდა, ჩურჩხელა, ჭადის ფქვილი, ქართული გვაქვს დანარჩენი უკვე აქ ნაყიდი პროდუქცია. რა რაოდენობის პურის გამოწყობა გიწევთ? 300 საწყობთ. კი. წამოსვლისას პურით დაგვასაჩუქრეს. მოკლედ, პური მივიდეთ საჩუქრად. აი, ავსიჩეთ როგორია, რა. ამერიკული ქართული პური. თითქმის არაფრით არ განსხვავდება ჩვენთან როგორი პური ცხოვრება, ისეთია დაახლოებით. წავედით. ეს ერთ-ერთი ქართული მინერალური წყლის სადისტრიბუციო სატვირთოა. ავტომობილში მჯდომი ქართველები კამერებთან საუბარს ერიდებიან. არა. ამასობაში მწყოლის ბრუნდება. 26 წლის რუსთაველი ნუგზარ მაჩხაშვილი 7 წელია ბრუკლინში დედასთან ერთად ცხოვრობს. მანამდე სხვადასხვა შტატში ცხოვრობდნენ. აღხნის განმავლობაში არაერთი სამსახური გამოიცვალა. აუ, ჩემი თხოვნა იქნება ქართული ხალხის ის, რომ არ ეგონოთ, რომ აქ ჩამოდიან და გონიათ, რომ ასხია და არასხია, ხალხო. შრომა, წვალება, 3 მაგი, 4 მაგი და 10 მაგი. თუ ძალიან არ გიჭირთ, არ ჩამოხვიდეთ. თქვენ ქვეყანაში, თქვენ ხალხთან, თქვენ საყვარელ ხალხთან იყავით და საქართველოს დაუდექით გვერდზე. არ არის ეგ საქართველოს ჩვენთან რომ მეზობელი მოვა და გიხმარება. აქ არ არის ეგრე, არ ხდება. აქ მარტო ხარ, მარტო ცხოვრობ, მარტო უნდა მიაღწიო. არავის ძმისშვილი არ ახარ, არავის ნათესავი არ ახარ, არაფერი არ ახარ. ყველას აქვს ერთი უფლება. შევიდეთ აქ. Excuse me. ამ მარკეტში დახლებზე ქართულ მინერალურ წყლებთან ერთად ასევე ქართული გამაგრილებელი სასმელებიც არის. აი, კიდე ერთი ქართული პროდუქცია. ერთ კუთხეში საპროდუქცია იყიდება. მზარეულები მომხმარებლის თვალწინ ამზადებენ კერძებს. ავთანდილ აბესაძეც იმ ემიგრანტთა სიაშია, რომელიც წლების წინ საშუარზე დროებით ჩამოსული უცხო ქვეყანას დიდი ხნით შემორჩა. უკვე 7 წელია ამ მარკეტში მუშაობს. უცხოელ მომხმარებლებს ქართულ ხორციან კერძებს უმზადებს. 17 წელია ბრუკლინში ცხოვრობს. მოქალაქეობამ ახლახანს მიიღო. საქართველოს სწორედ წელს ნახავს. გულისხმდება, რომ მშობლები და ძმა ისე დაასაფლავეს, მათ დაკრძალვასაც ვერ დაესწრო. ჩემი შვილს მინდა შევეხუტო და ჩემ შვილიშვილებს.
უთმედად. რომ აჟროლეს ტანში რა რო მეუღლეც ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ მის ნახვას იშვიათად ახერხებს. მეუღლე აქ არის. მაგრამ თვეში ერთხელ ვხვდებით. მუშაობს, ნიუ-ჯერსი არის. ხაჟივანი თუ ძახია მაგათ. თვეში ერთხელ გამოდის ხოლმე 2 დღე და მერე მიდის ისე რომ ისევ ბრუკლინის ცენტრალური ქუჩა. აქ კომპანია გზავნილის ცენტრალური ოფისი მდებარეობს. ეს ახალგაზრდა წყვილი ნატომ გელაძე და კოტე მაღლაკელიძე არიან, რომლებმაც 2009 წელს ქართული კომპანია გზავნილი ჩამოაყალიბეს და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს საკუთარ ქვეყანაში ფულისა და ამანათების გაგზავნაში ეხმარებიან. კვირაში 3ჯერ რეისზე დღის განმავლობაში 500-დან 700-მდე ამანათი იგზავნება საქართველოში. არავინ არ იცის ეს ხალხი რა შრომის ქვეშ გადის. წარმოდგენა არ აქვთ. ერთით ნაკლები ტანსაცმელი იყიდეთ, ერთხელ ნაკლებად წადით რესტორანში და აგროვეთ რაღაც თანხა რომ რაღაცა შექმნათ თქვენთვისაც და იმ ადამიანებისაც, ვინც აქ მართლა შრომობს, იმიტომ რომ წეგან თქვი და ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს რეალურად ურთიერთობა და ისეთ ისტორიები მესმის, რომ ენით აუწერელი არიან ადამიანები, რომლებიც 17 წლის უკან ჩამოვიდნენ ნევარკში, ნიუ-იორკში კი არა, ნევარკი, ნიუ-ჯერსი აეროპორტი, წაიყვანეს სადღაც ქალაქში და 17 წელია არ გამოსულა ერთი და იგივე სახლში ცხოვრობს ადამიანი. ძირითადად რას აგზავნია ხოლმე საქართველოში, რა ნივთებს აგზავნია? ნუ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო ნივთები ზოგადად. თუმცა რამდენად უცნაური არ უნდა იყოს ამ ბოლო დროს საჭმლის გაგზავნაც დაიწყო ხალხმა პროდუქტების, იმიტომ რომ რასაც წეგან ვამოვდი, არ საჭმლის სახში აღარ აკეთებენ, ყველა რესტორანში დადის. იმდენად ებრძვის ადამიანი საკუთარ თავს, ცხოვრებას, იმ პირობებს, რა ადამიანურ პირობებს, რაში ცხოვრობენ, რომ თითქოს ცდილობენ ამით, რომ რაღაცნაირად აიძულონ ოჯახი, რომ რაღაც ეკონომია გააკეთონ. ერთ ბანალურ შეკითხვაზე, როდის აპირებთ დაბრუნებას? თითქმის ყველასგან ერთი და იგივე პასუხი მივიღე. ეგ არის ყველაზე რთული კითხვა. ყველა წამსვლელები ვართ. ოღონდ საქმე იმაშია, რომ როდის სწავალთ ეგ არ ვიცით და მე ხუმრობ ხოლმე ფესვებში რო არის იმედია მასე არ დაგმემართება. თქვენ ბატონო ჩემო, არ წასულხართ საქართველოში. ჩვენ დაბრუნების მომენტი გამოვეყარა. თქვენმა შვილებმა ქართული იციან. პატარა ბიჭი 4 წელნახევრის არის 5-ის და ძალიან უჭირს. თითქმის ვერ ლაპარაკობს, ესმით ყველაფერი, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ და იმედია მალე გამოსწორდება სიტუაცია იმ ხრივ, რომ უფრო დასაქმებული იქნება ქვეყანა და შეგვეძლება სულ ყველას დაბრუნება. ამის პერსპექტივაზე რა გითხრათ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ და იმედია გამოსწორდება. იმიტომ რომ მარტო ჩვენ თავზე რო ვიყოთ დამოკიდებული, რომ მარტო ჩვენ თავი გვაქვს სარჩენი, ჩვენ თავს ყველა ვირჩენთ, მაგრამ იქ იმდენი ოჯახებია სარჩენი და იმდენი ხალხია დასახმარებელი, რომ ძალიან ძნელია. ძალიან ბევრი ხალხი დგას, ისეთი რომელსაც ჩვენ დახმარება სჭირდება და მარტო ესე რომ წავიდე და მე მარტო კარგად ვიყო და იმ ხალხს მე რა ვიყოთ, ესეთი მომენტი აქვს სულ ყველას. იმ დღეს კიდევ ბევრი ემიგრანტი შევხვდი. ქუჩაში ბევრი გადაძახილი მესმოდა ქართულად. ზოგიც უცენზურო და ზოგიც გულს რომ გაგითბობდათ. ეს სულ რამდენიმე ისტორია 900-სა და 900 ზღვას ეკით გადახვეწილი ქართველებისა. წლების წინ აქ ყველა ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით მაღლა ნაზღაურებადი სამსახურის საძიებლად ჩამოვიდა, მაგრამ ბევრს ის რეალობა არ დახვდა როგორ წარმოედგინა. მათ დღეს ემიგრანტები ჰქვიათ. სამშობლოდან უცხო მიწაზე გადახვეწილები ფესვებში დაბრუნებაზე ოცნებობენ, მაგრამ ეს დღე როდის დადგება არავინ იცის.